ვადოდარა წარსულში ცნობილი როგორც ბაროდა, გუჯარათის შტატის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქია მდინარე ვიშვამიატრის ნაპირებზე. მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი გუგლში მოძიებული რამდენიმე ადგილის გარდა, ამიტომ დილის 4 საათზე ქალაქში ჩასულები ერთ-ერთ ახალ გახსნილ კაფეში ვიჯექით და სანამ სასტუმროში შესვლის დროს მოვიდოდა, გეგმავდით იმ ერთადერთ დღეს, რომელიც ამ ქალაქისთვის ჰქონდა გამოყოფილი. ნავთი თუ არა პირველი პოსტი ვადოდარაში ჩასულმა, მაშინვე შემეხმიანა ჩვენში სერიალების მოყვარულებისთვის კარგად ცნობილი მსახიობი ანშულ ტრივედი. ეს ვადოდარა მისი მშობლიური ქალაქია და მთელი დღის განმავლობაში დისტანციურად მუმბაიდან ხაზზე მყოფმა ფაქტიურად რაც კი შეიძლებოდა გამარკვია, ვირჩია რა ადგილები შეიძლებოდა გვენახა, ბევრი მისი შემოთავაზება სამწუხაროდ დროის სიმცირის გამო ვერ მივიღეთ, მაგრამ ძალიან ბევრი საინტერესო ადგილის ნახვა მოვასწარეთ ერთი დღის პირობაზე. მას შემდეგ, რაც ლაჩმი ვილა პალასი დაკეტილი დაუბრუნდა მიმდინარე საქორწინო ცერემონიალის გამო, გეზი ვადოდარას კიდევ ერთი ცნობილი ადგილისკენ, შრი სვამი ნარაიანას ტაძრისკენ ავიღეთ. არქიტექტურულად დახვეწილი ტაძარი საოცრად მშვიდი გარემოა მედიტაციისათვის. შეუძლებელია შრი სვამი ნარაიანას ტაძარი ნახოთ და არ მოიხიოთ.
როგორც ყველა ქალაქში, ვადოდარაშიც მოვინახული ისტორიული კარიბჭე მანდვი გეითი. მანდვი გეითი ადრე ვაჭრებისთვის გადასახადის კარიბჭე იყო, თურმე ახლა თითქოს უფუნქციოდ მოგვეჩვენა, თუმცა როგორც მითხრეს, ფესტივალების დროს განსაკუთრებით ლამაზია და გააქტიურებულია და ასევე ძალიან ლამაზი ყოფილა ღამით განათებული, თუმცა ჩვენ ცხადია, ამდენი დრო არ ჰქონდა, ამიტომ მხოლოდ დავათვალიერეთ და შემდეგი ადგილსკენ გავეშურეთ. შემდეგი ადგილი სურგსაგარის ტბა იყო, რომელიც ვადოდარას ცენტრშია და შორიდანვე ტბის ცენტრში აღმართულმა ლორდ შივას ქანდაკებამ იმდენად მიიქცია ჩვენი ყურადღება, რომ საღამოს ქალაქის დათვალიერების შემდეგ გადავწყვიტეთ აქ მობრუნებულიყავით და ტბის სანაპიროზე დაგვესვნა. ვადოდარას ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში ადგილობრივი გუჯარათული სამზარეულოს დაგემოვნების შემდეგ უკვე შემდეგი ლოკაციისაკენ გავეშურეთ. ეს იყო ვადოდარას ცენტრალური პარკი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარკია ინდოეთში. იგი აშენებულია ვადოდარას მმართველის მაჰარაჯა საიაჯი რაოს მიერ. ეს არის პარკი, სადაც განთავსებულია ვადოდარას მუზეუმი და სურათების გალერეა, პლანეტარიუმი, ზოოპარკი და აქვეა მატარებელი, რომლითაც შეგიძლიათ მთელ პარკში გაიზიაროთ.
ცენტრში ხეტიალში თანდათანობით მოსახამოვდა. ბევრი საინტერესო ადგილი ვნახეთ, ერთ-ერთი რამაც განსაკუთრებით მიიქცია ჩვენი ყურადღება, ეს ცხენზე ამხედრებული ფიგურა იყო, რომელიც ერთ-ერთ ჩვენს მეფეს მივამსგავსეთ და როგორც შემდეგ ჩვენს დისტანციურ ტიპთან გადავამოწმე, აღმოჩნდა, რომ ეს კალაგოდა იყო ერთ-ერთი მახარაჯას ცხენზე ამხედრებული ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც თურმე ახლახან აღუდგენიათ და მისთვის ისევ დაუბრუნებიათ შავი ფერი. განსაკუთრებით შევყოვდით მდინარე ვიშვამიატრის ხიდზე, რადგან განათებული ეს ადგილი ძალიან ლამაზი იყო. შემდეგ მეორე მხარეს ჩავყევით, აქვე მდინარესთან ახლოს გირკი მანდირიც ვნახეთ, შივასადმი მიძღვნილი ტაძარი, რომელშიც ასევე ყოფილა მუზეუმი განთავსებული, თუმცა სამწუხაროდ უკვე დაკეტილი დაგვდა და შემდეგ ისევ თქვენთვის ცნობილი ტბისკენ გავეშურეთ. უსაგარის ტბაზე გავატარეთ ბოლო დარჩენილი რამდენიმე საათი, რაც ვადოდარასთვის ჰქონდა განკუთვნილი. შემდეგ ჩემს დისტანციურ გიდს მადლობა გადაუხადე, დავყირდი, რომ მუმბაიში ყოფნისას შემდგომში აუცილებლად გამოვასწორებდი და აუცილებლად შევეხმიანებოდი. შემდეგ სასტუმროსკენ გავეშურეთ და უკვე გეზი მეორე დღისთვის უდაიპურისკენ მქონდა აღებული. უდაიპურის შესახებ შემდეგ ვიდეოში გიამბობთ.